პირველი კითხვა გვექნება ჩვენ სწორედ იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც დაადასტურა და გავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, რომ მისი დელეგაციის ერთ-ერთი წევრი არ შემოუშვეს ქვეყანაში. საუბარია გაფართოების საკითხების ოფიცერზე, საიმონ ვან დერ ბრუკზე, რომელიც გუშინ თბილისის აეროპორტში 21-ში უფრო სწორად, რომ დავაზუსტოთ, ჩამოსვლის შემდეგ არ შემოუშვეს და გააბრუნეს უკან. თქვენ ხელთ არსებული ინფორმაცია რა არის? თინა ხომ არ ქონიათ შესაძლებლობა, რომ ამ საკითხზე რაღაც დამატებითი ინფორმაცია მოგეპოვებინათ? ცხადია, ამის შესახებ იქნება ჩემი კითხვა. თინასთან შევეცდებით, რომ აღვადგინოთ სრულყოფილი კავშირი, რას უკავშირდება ეს საკითხი კონკრეტულად. ცხადია, მთავარი კითხვების ადრესატი არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგარეო უწყება. რა სიტყვით? ჩვენ სულ რამდენიმე წუთში გვაქვს შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან და ბუნებრივია დამატებით ინფორმაციას მივიღეთ. ეს არის თინა ბოკუჩავა, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომელსაც ჩვენ დაუსვამთ კითხვებს რამდენიმე საკითხის გარშემო. მან თქვა, რომ ძალიან მალე დაიწყება შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან და როგორც ხვდები, იქ იქნება პირველი შესაძლებლობა დეტალური განმარტების მიღების ამ საკითხზე, რა იცის წარმომადგენლობამ. თინა, გისმენთ? როგორც მოგახსენეთ, სულ რამდენიმე წუთში გვექნება შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, მისის ხელმძღვანელთან, რომელსაც ბუნებრივია ამ საკითხზეც გავესაუბრებით, თუმცა ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მორიგ ჯერზე მათი პუტინისტური სახის გამოვლინება. სწორედ პუტინს და მის რეჟიმს შვევია ხოლმე ან დასავლეთის აკრედიტირებული ელჩების ქვეყნიდან გაყრა, ან ქვეყანაში დასავლელი დიპლომატების, ევროპელების თუ ამერიკელების არ შეშვება. ერთ-ერთში იგივეს იმიტირებს, იგივეს იმეორებს ივანიშვილის რეჟიმი, ისინი არ უშვებენ ქვეყანაში რუს დისიდენტებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მაგრამ წითელი ხალიჩით ხვდებიან სერგეი გავრილოვს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას, რომელიც არამხოლოდ ქვეყანაში შემოუშვეს, არამედ იმ სკამში მოათავსეს საპატიოდ, საიდანაც პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ასევე ქვეყანაში წითელი ხალიჩით შემოუშვეს პუტინის ცნობილი პროპაგანდისტი პოზნერი და გვახსოვს, როგორც ცეკვა თამაშიც და მისი გართობით იყვნენ დაკავებული, როდესაც ადამიანები ულუკმაპურად იყვნენ გამოკეტილი სახლებში კოვიდ პანდემიის დროს, მათი უგუნური გადაწყვეტილებებით, რომლის ავტორიც თითქოს და მაშინ ყოვლის შემძლე კრიზის მენეჯერი პრემიერი გახარია იყო და მე უბრალოდ აქ ვიმეორებ ირაკლი კობახიძის სიტყვებს და იმ შეფასებებს, რომელიც გვესმოდა იმ დროს რუსული რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან. ასე რომ ეს არის მორიგი გამოვლინება იმის, რომ სულ უფრო და უფრო ივანიშვილი თავისი ყველა ნაბიჯით, იქნება ეს ზურაბ ჯაფარიძის დაკავება, იქნება ეს ფაქტი, რომ დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი ყავთ გამომწყდეული ციხეში, რომელიც შიმშილობდა, ის რომ ქვეყანაში 50-ზე მეტი პოლიპატიმარია, ის რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც პირად მტრად რაცხავდა და რაცხავს პუტინი პირადად და მის ფიზიკური ლიკვიდაციით იმუქრებოდა, ყველა ეს ადამიანი გამოკეტილი ყავთ ციხეში, თუ იქნება ის, რომ ოპოზიციას გაუქმებით ემუქრება, თუ იქნება ის, რომ პარლამენტში იღებენ კანონებს, რომელიც ერთ-ერთში იმიტირებს იმ კანონებს, რომელიც დუმამ არაერთხელ მიიღო, რუსული კანონი და მისი სხვადასხვა ვერსია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და ახლა უკვე დასავლელი დიპლომატების არ შემოშვება ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმე რაიმე პირველი შემთხვევა არის თუ არ იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიექანება ქვეყანა, ანუ ტექნიკური, აი პირველ შემთხვევაზეა ლაპარაკი. მე მგონი ესეც უნდა იყოს კიდევ ერთი მორიგი გამოვლინება. თინა, ანუ პირველ შემთხვევაზე არის ლაპარაკი. ჯერი ახლა, ხო? ხო, ანუ გაფართოების საკითხების ოფიცერზე არის ლაპარაკი, რომელიც მისთვის რაღაც სამუშაო ადგილია, ხო, ჩვეულებრივად ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო
იყო კონკრეტულად და აი ამ პროცესში რაღაც ტექნიკური გაუგებრობა, ანუ ეს მთლიანად აზრს მოკლებულია, ვთქვათ რა არგუმენტიც არ უნდა კონდეს საგარეო უწყებას, მათ ბოდიშის მოხდაც მოუწიათ როგორც ცნობილია, თუმცა ცხადია შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებაც იქნებოდა ამ შემთხვევაში საინტერესო მინიმუმ, ხო? ანუ ამ არგუმენტებს არ აქვს ახლა მნიშვნელობა და რაღაცა უფრო დიდ პროცესის დასაწყისს უყურებთ ჩვენ თვალს, როდესაც ესეც დასაშვები ხდება და მაგალითი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლიდან შეიძლება აიღოს ამგვარი დემოკრატიის მქონე ქვეყანა? ანა, უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად, რომ ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ეხლა შემთხვევით პოზნერი არ შემოდის ქვეყანაში და შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ქვეშ არ არის და რომელსაც ესკორტით დაატარებდნენ და ეს ჩვენ ყველა საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი, არა მხოლოდ ტელევიზიით, არამედ მე პირადად, როდესაც ვაპროტესტებდი პოზნერის ტაშფანდურს და ელარჯის წელვას ბევრ სხვა აქტივისტთან და ოპოზიციონერთან ერთად, სერგეი გავრილოვი, რომელიც აპატიოთ მიიღეს და ბევრი სხვა და ასევე ძალიან ბევრი დასავლელი სხვადასხვა წარმომადგენელი. ხა მაგალითად ჩვენ ყავდა კონსულტანტი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც დაახლოებულია ძალიან მაღალ გადაწყვეტილების მიმღებ წრეებთან, პოლიტიკურ წრეებს გულისხმობ დიდ ბრიტანეთში, ასევე წარმოადგენს ძალიან გავლენიან ამერიკულ ორგანიზაციას და შემდგომ მათი ჩარევით ეს ადამიანი მეორე ჯერზე შემოუშვა საქართველოში, მაგრამ პირველ ჯერზე, ერთ-ერთ ჯერზე, როდესაც სცადა, მაშინ მან ვერ შეძლო შემოსვლა, გაჩხრიკეს და ძალიან დიდი დისკომფორტის წინაშე დააყენეს, წაართვეს ტელეფონი, წაართვეს კომპიუტერი, ასე შემდეგ და არაერთი სხვადასხვა ისტორია მოგვიწვევია ასეთი, ხო? მაგალითად, ერთ-ერთი გერმანული ფონდის წარმომადგენელი არ შემოუშვეს და ბევრი სხვა. ამიტომ ახლა ეს მათი ბოდიშიც ისეთივე ყალბია, როგორც ძალიან ბევრი სხვა მათი ყალბი მონანიება, რომელიც გვიხილავს, რომ აი შეგვეშალა, ხო, გახარიას ბოდიშიც გვახსოვს, ალბათ ყველაზე ცნობილი ბოდიში პოლიტიკაში მაინც მისი ბოდიში იყო, მაგრამ მისმა შემდგომმა პოლიტიკამ გამოაჩინა, რომ ძალიან არაგულწრფელი იყო ეს და ასეთივე არაგულწრფელი მგონია ის ბოდიში, რომელსაც ახლა ვისმენთ ჩვენ რუსული წარმომადგენლების, რუსული რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, იმიტომ რომ ხედავთ, რომ მათი მთელი პოლიტიკა ანტიდასავლურ არა მხოლოდ რიტორიკაზე, არამედ მოქმედებებზე დგას, ხო? როდესაც პრემიერ-მინისტრი მიდის ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, სადაც გაისმის სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას, როდესაც ის სტრატეგიულ პარტნიორობას წყვეტს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სტრატეგიულ პარტნიორობას აფორმებს ჩინეთთან, რომელსაც ყოველთვის ამერიკელები და განსაკუთრებით ამ ბოლო დროს და განსაკუთრებით პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოიხსენიებენ როგორც მტრულად განწყობილ სახელმწიფოს adversary. ეს არის ის ტერმინი, რომელსაც იყენებენ, რომელსაც ქართული შესატყვისი, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა, მაგრამ მტრულად განწყობილი სახელმწიფო შეიძლება იყოს, ხო? ეხლა, როდესაც შენი ვითომ მეგობრის მტერთან რეალურად საქმით და სიტყვით მეგობრობ და ვითომ მეგობარს მტრობ მუდმივად სიტყვით და საქმით, მე მგონი შენი საქმე გამოაჩენს, ვინ არის შენი რეალური მეგობარი, ხო? და ამ რეჟიმის რეალური მეგობრები და მოკავშირეები არიან ჩინეთი, ირანი და რუსეთი. ამიტომ არის ზუსტად, რომ დასავლეთიც აპირებს, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს და რა თქმა უნდა, ხა გუშინდელმა იმ გადაწყვეტილებამ, რომელმაც, რა ვიცი, მე მგონი შეძრა ყველა ნორმალური ადამიანი. გასაგებია, თინა, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა ახსენე, ამაზეც გითხარი. ეს შეხედულებისა, მე ვფიქრობ, რომ შეძრულია იმ კადრებით, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს არის ერთი საკითხი, რა თქმა უნდა, მეორე ზოგადად ის პოლიტიკა, რასაც ეს რეჟიმი ატარებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტით ზურას დაკავებაზე, როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც მათ შორის ფორმალურადაც კი რო აი რაღაც ფორმალური საფუძველი ჰქონდეთ, ხო, მოსადავებლად. ფორმალურადაც კი ერთი დღე არ გაუტარებია ხელისუფლებაში 2003 წლიდან 2012 წლამდე ზურა ჯაფარიძეს ერთი დღე არ გაუტარებია ხელისუფლებაში. მე მაგალითად ვიყავი რამდენიმე თვის განმავლობაში აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე და სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდი, ვცდილობდი ივანიშვილის ბინძური რუსული ფულით მას არ მოესყიდა საქართველოს მოქალაქეები იმისთვის, რომ მიეტაცებინა და დაემონებინა ქვეყანა, რაც სამწუხაროდ შეძლო, მაგრამ მე ჯერ კიდევ 2012 წელს
ავად სახსენებელი 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ვცდილობდი მისი ამ უკანონო მოქმედებების აღკვეთას. რატო არ მიბარებს ხალბატონი წულუკიანი, უბრალოდ ჯალათი წულუკიანი? და ზურა ჯაფარიძეს ერთი დღეც არ გაუტარებია ხელისუფლებაში სრულიად უსამართლოდ, სრულიად უკანონოდ, სამარცხვინოდ ადამიანის 3 შვილის მამა, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის და მძიმე ავადმყოფი მე მეგობრობ ზურასთან მრავალი წელია, მეგობრობ მასთან, რომელთანაც დიდი დრო მაქვს კამპანიაში გატარებული, ჩემი მეუღლის ძალიან ახლო მეგობარია, ბევრი სტუდენტის ძალიან საყვარელი პროფესორია. ამ ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობ ნატას კორიძეს, მის მეუღლეს, რომელმაც არ ვიცი როგორ დაიტია ასეთი უსამართლობა, ისე ღირსეულად როგორ დაიტია გუშინ. ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ ერთად მუშაობდით საგარეო საქმეთა სამინისტროში. ზურას და გიას ყავთ მძიმედ ავადმყოფი მოხუცებული დედა. მოგლიჯეს მძიმედ ავადმყოფ მოხუცებულ დედას შვილი და 3 ბავშვს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვს მამა. თან როგორი მამა? ძალიან მზრუნველი ბავშვებზე გადაყოლილი და ოჯახზე გადაყოლილი. მამა რის გამო? სრულიად უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც ერთი დღე ვიმეორებ არ გაუტარებია ხელისუფლებაში. წულუკიანმა ჯალათმა როგორ უნდა იცხოვრონ ამ ადამიანებმა ამ ქვეყანაში? მე ზუსტად აი ამ შენობის მიღმა რომ ქუჩა იქ გავიზარდე. მოსაშვილის ქუჩაზე. ეს არის ჩემი სამეზობლო, აქ ცხოვრობდი, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ჩემი მშობლებიც აქ ცხოვრობდნენ, ბებიაც ახლოს ცხოვრობდა. როგორ უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში ამ ადამიანებმა? წულუკიანის შვილმა როგორ უნდა ჩახედოს ზურა ჯაფარიძის 3 შვილს თვალებში, რომ მამა მოგლიჯა რის გამო? სრულიად უდანაშაულო მამა, ხო? თინა, შემდეგ პროცესზე აი რისი თქმა შეიძლება ვისაუბრებთ და ბოლოს ბოდიში არ მინდა რომ ეხა ესეთი ემოციების ფონზე მე არ მინდა რომ ჩვენ მთავარი დაგვავიწყდეს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რაც უზენაესი ეროვნული ინტერესია და მინდა გითხრათ, რომ როდესაც ეს შეხვედრა დავგეგმეთ და ჯერ შემდგარი ფაქტი არ იყო ზურას დაკავება, თუმცა რა თქმა უნდა ეს მოლოდინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა, თან შეხვედრას გულისხმობდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამიტომ არის ესეთი დასაფასებელი მათ შორის მისი ასეთი ღირსეული და ასეთი გამბედავი ნაბიჯი. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც უნდა გვესაუბრა და დღესაც ვისაუბრებთ, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ხა ემოციურად ძალიან მძიმეა, მაგრამ როგორც პოლიტიკოსებს ჩვენ გვევალება, რომ ემოციები გვერდზე გადავდოთ და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ კაია კალასმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი უხსნის სანქციებს სირიას გამომდინარე იმ ცვლილებიდან, ხელისუფლების ცვლილებიდან და ასადის რეჟიმის დამხობიდან, რაც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. ასევე იცით, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა იგივე განცხადება, როდესაც ის საუდის არაბეთში იმყოფებოდა. ჩვენ ვესაუბრეთ კონგრესმენ ჯო ვილსონს, რომელიც საქართველოს უდიდესი მეგობარია და სწორედ ის ახდენს მუდმივად საქართველოს საკითხის აქტუალიზებას. მიზანია რომ შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება. დივან მარკო რუბიოს და მიიღო კიდეც პასუხი, რომ ეს ანტიამერიკული და შესაბამისად ანტიქართული, იმიტომ რომ პროამერიკულობა და პროდასავლელობა ჩვენს ხელისუფლებას ევალება საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლით, ამიტომ მანთი ანტიამერიკულობა, ანტიქართულობას, ანტიკონსტიტუციურობას და ანტიეროვნულობასაც ნიშნავს და რუბიომ სწორედ კონგრესმენი ჯო ვილსონის პასუხად თქვა, რომ ეს ანტიამერიკული მთავრობა გადაიხდის ფასს და ეს ფასი ყოველდღურად იზრდება, მათ შორის ისეთი უგუნური და კრიმინალური გადაწყვეტილებებით, როგორც გუშინ რეჟიმმა მიიღო ზურას დატყვევებით. ჩვენ მასაც ვესაუბრეთ და მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია სირიის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან იმასთან დაკავშირებით, რომ გაიწვიოს სირიამ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების აღიარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის დავალებით სერგეი ლავროვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩემოდნებით დატვირთული, ფულით დატვირთული ჩემოდნებით დადიოდა და ტერმინიც კი მოიგონეს suitcase diplomacy, ანუ ჩემოდნების დიპლომატია და სინამდვილეში ფულს არ იგებდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ ეყიდა ქვეყნებისგან აღიარება, მათ ეს ვერ შეძლეს. რატომ? იმიტომ რომ იმდროინდელი ქართული დიპლომატია, რომლის ნაწილი სხვათა შორის მეც ვიყავი და სხვათა შორის ზურა ჯაფარიძის მეუღლეც იყო ნატა ქორიძე, ძალიან გამოცდილი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე დიპლომატი. მაშინ ქართული დიპლომატია, ქართველი დიპლომატები მუშაობდნენ, ჩვენ მუშაობდით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. სამწუხაროდ ქართული დიპლომატიაც, რომელიც დუმს
აი რას ამბობენ იმაზე, რომ მათი თანამშრომელი, მათი კოლეგა, ასეთი გამოცდილი პროფესიონალი ღირსეული ადამიანი, სამი შვილის დედა, დღეს მარტოა თავის შვილებთან დარჩენილი მამის გარეშე, იმიტომ რომ იმ რეჟიმმა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და მონურად ემორჩილებიან და ემსახურებიან სულად სამართლიანად, დაატყვევა ზურა ჯაფარიძე. რატო ხმას არ იღებენ? ერთ დროს ჩვენ მუშაობდით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში, ამიტომ ამ სანქციების მოხსნის პირობებში კი ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათ ეს აღიარება უკან წაიღონ სირიის დემოკრატიულმა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა იქნება დიდი გამარჯვება საქართველოსთვის და დიპლომატიური დაგემშვიდობები, ვიცი რომ შეხვედრაზე მსახურებით არის დაკავებული ჩვენ დემოკრატიულმა. ანუ აი ამ შეხვედრიდან მინდა გავაკეთოთ ეს საქმე. კი ბატონო, თინა, იმ შეხვედრიდან მინდა ამოვიდე, რომელიც თქვენ ახსენეთ ევროკავშირის ელჩთან, რამდენიმე წუთში დაიწყება შეხვედრა, გუშინდელი ამბავის შემდეგ და გასაგებია რომ წამყვანი საკითხი სწორედ ეს იქნება. აი შემდგომ პერიოდზე რისი თქმა შეგიძლიათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, აი ეხლა რა უნდა მოხდეს, არის გარკვეული მოლოდინი პოლიტიკოსებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით, აი მაგალითად სამოქალაქო სექტორში დღეს თქვეს, რომ წითელი ხაზი გადაკვეთა კიდევ ერთი ივანიშვილმა, ბრიტანელმა დეპუტატმა ილაპარაკა, რომ რაღაც მოლიპულ გზაზე დადის ოცნება და ეს კი ბრიტანულ სანქციებს საჭიროებს დამატებით. აი არის პროგნოზირებადი ვითარება, როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ყველაფერზე შეიძლება წავიდეს სისტემა, ხო? ეს ძალიან კარგად გამოჩნდა და ეს ხაზებიც ძალიან გაბლარული არის ივანიშვილისთვის. აი თქვენ გაქვთ პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც არის ახლა პოლიტიკოსებთან მიმართებით საზოგადოებაში. იგივე თქვათ, აი არ ვიცი კიდევ უფრო ეფექტური ნაბიჯების ან კონკრეტული გეგმის შესახებ. რა სიტყოდით ამაზე? ანა, ну ხა კი მესმის რომ წავე შეფასებებისთვის ყველა სიტყვებს ვეძებთ. მაგრამ წითელი ხაზის გადაკვეთა მე ვფიქრობ რომ უკვე არასაკმარისი და არაადეკვატური შეფასებაა იმ თვალსაზრისით რომ მე რამდენად უნდა გადაკვეთოს ხო ეს წითელი ხაზი როდის გადაკვეთა წითელი ხაზი როდესაც სერგეი გავრილოვის ოკუპანტის სახელით თვალები დათხარეს ადამიანებს მაშინ არ გადაკვეთა წითელი ხაზი ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ჩემთვის ნამდვილად გადაკვეთა და ისიც გვახსოვს მაშინ სად იყო ზოგიერთი ახლა ოპოზიციონერი, რომელსაც მე ამას ხშირად არ ვახსენებ, მაგრამ ის ყოველთვის ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს. ან მაშინ არ გადაკვეთა ივანიშვილმა წითელი ხაზები, როდესაც არასრულწლოვანი ბავშვები დაიჭირა და დედებს გამოგლიჯა ხელიდან, ან პოლიპატიმრები არ გამოუშვა ისე რომ ავადმყოფ დედებისთვის მიეხედათ და დაიღუპნენ ის ადამიანები, ანუ როდის არ გადალახა. ან თუნდაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს რომ 12.5 წელი მიუსაჯა იმისთვის, რომ მან დაიცვა ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და 2008 წელს არ ჩააბარა ლანგარზე არ მიართვა პუტინს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ანუ როდის ან ორ სულ ქალს რო შეუარდნენ სახლში ჩხრეკის მიზნით. ან რა ვიცი, რამდენჯერ გადალახა, ხა ჩემთვის მაგალითად პერსონალურად და ფიზიკურადაც ბევრჯერ აქვს გადალახული წითელი ხაზი პაპუაშვილმა ფიზიკურად რო იძალა ჩემზე პარლამენტის ხდომათა დარბაზში. ხო ეს ხომოსატანი არ არის. იმდენი წითელი ხაზია გადალახული. იმდენჯერ ამ რეჟიმის მხრიდან რომ მე ვფიქრობ რომ არასაკმარისია უკვე ეს შეფასება. და თქვენზეც ვისაუბროთ გამოსავლებზე. ახლა უნდა ვისაუბროთ გამოსავალზე. ხო? ახლა უნდა ვისაუბროთ გამოსავალზე და ან ეხლა რა თქმა უნდა მეც შემიძლია რაღაც ვიბაქიბუქო, შემიძლია ყალბი დაპირებები გავცე, მაგრამ მე მგონი სიყალბის დრო და ადგილი აღარ არის ქართულ პოლიტიკაში. სიყალბის დრო და ადგილი აღარ არის ქართულ პოლიტიკაში. ყველამ სიმართლეს, ძალიან მწარე სიმართლეს უნდა გაუსწოროთ თვალი და მე ვფიქრობ, რომ ზურას ეს ნაბიჯიც მათ შორის და მისი ამგვარი თავგანწირვა და გამბედაობაც ამისკენ იყო მიმართული, რომ ზოგ-ზოგიერთს აუხილოს თვალები და გამოაფხიზლოს და დააფიქროს. რისთვის გაწირა მან თავისუფლება? რისთვის დატოვა თავისი შვილები, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვი? ბავშვებზე გადაყოლილმა, ძალიან ჩართულმა, ყველა მამა ასეთი არ არის, მამამ მარტო დედასთან. რატომ გააკეთა ეს? ეხალისება ციხეშიშობა? იქნებ სწორედ იმისთვის, რომ გამოაფხიზლოს საზოგადოება და ყველაზე მეტად ბოდიში მომითხოვია. გამოაფხიზლოს პოლიტიკური კლასი. ამასთან არ დავდგები, იმასთან არ დავჯდები, ის ისეთია, ამან ეს გააკეთა, იმან ეს თქვა, რაღა დროს ეს არის ხალხო? რაღაცა დროს ეს არის. უნდა გავერთიანდეთ. უნდა
გავერთიანდეთ და უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მადლობა თინა, რაც უფრო დიდხანს არ გავაცნობიერებთ ამას, უფრო მეტ ადამიანს დაიჭერენ. თუ საჭიროა დაგვიჭერენ, ესეც არ არის პრობლემა. ეხლა ყველას გაცნობიერებული გვაქვს ეს, რომ შეიძლება ყველას მოგვიწიოს ამ სხვერპლზე წასვლა, მაგრამ რატო უნდა დაიტრამვონ კიდე სხვა ადამიანების შვილები, ისევე როგორც დაიტრამდნენ ზურა ჯაფარიძის შვილები, ხო? იმიტომ რომ ზოგიერთ პოლიტიკოს არ შეუძლია თავის პარტიული ხაზის მიღმა რეალობის დანახვა და აღქმა. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ და გავერთიანდებით და მაშინ ნამდვილად ძალიან მალე დავამარცხებთ ივანიშვილის. დიდი მადლობა თინა, დაგემშვიდობები. თინა ბოკუჩა